ნატოს გენერალურმა მდივარმა მარკ რუტემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. მისი თქმით, საქართველო არის, მაგრამ ასევე ვხედავთ იმას, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იმის დამსახურებით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. კითხვაზე საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება, თუმცა მისივე თქმით, მიამიტი არ არის და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ნათლად ხედავს. დღეს ახლა როდესაც აქეთ ხდება ნატოს გენერლის მიერ რაღაც გაუგებარი მინიშნებებია, არ ვიცი ეს თუ რაღაც ფრაზები, პირველი რომ ახლა ვისგან იღებენ ზოგადად რა წყაროებისგან იღებენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, აქაური რადიკალები, აქაური ენჯოიშნიკები, ხალხი თუ მედია საშუალებები, საიდანაც სიმართლეს ვერ გაიგებ ელემენტარულად და მეორე კიდე ამ რაღაცა ტენდენციურ განცხადებას და ამ არ ვიცი მე ასეთი ელფერის მქონე განცხადებას ჯობია თუ არის რამე სათქმელი ბოლომდე გაგვაგებინოს, რას ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგი რომ ვაკვირდებით ჩვენც მზად ვართ ის ჩვენი ვალდებულებები, რაც გაგვაჩნია კონსტიტუციური აღებული შევასრულოთ, როგორც ეს ყველაფერი არის ორმხრივი თამაში და გამორიცხულია, წარმოუდგენელია ცალკარში თამაში. ხვალ 26 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოусმენენ. ინტერპელაციის საკითხი ორ თემას შეეხება. ის არის განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოამზადა და იგილ ჰილსის პროექტთან დაკავშირებული საკითხი. ამასთან უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმება, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის მიზნით მომზადებული ინიციატივები. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით განიხილა, იცვლება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მმართველმა გუნდმა ამის მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკა და გარეჩარევის შეზღუდვა დაასახელა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ემიგრანტებს ხმის უფლებას ართმევს. ცვლილებებით ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოში შეეძლებათ. საზღვარგარეთ არჩევნები აღარ ჩატარდება და საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. თუ მართლაც ესეთი გულწრფელი სურვილი გაქვთ, რომ ყველა ემიგრანტი იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში და როგორც მინიმუმ ნახევარმა, აი ემიგრანტების ნახევარმა, ხო, რაც არის არჩევნებში მონაწილეთა საშუალო სტატისტიკური მონაცემი დაახლოებით, რომ გადაწყვიტოს მართლაც ჩამოსვლა საქართველოში თუნდაც ერთი ან ორი დღით. აი თუნდაც ლოჯისტიკურად, როგორ წარმოგიდგენიათ მილიონამდე ადამიანის 2 და 3 დღეში საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ტრანსპორტით. ლოჯისტიკას ესე კარგი არის, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ ნაცების და გახარიელი ნაცების არგუმენტები ერთ და იგივეა ლოჯისტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომ თურმე იმდენი თვითმფრინავი დაგჭირდება, რომ ემიგრანტების ჩამოსვლა ვერ მოხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ ვთქვათ, აბსოლუტური ტყუილია. და რა ვიცი მარტივად გადასაცვლელი არის ჯერ ერთი და ნეტამ ისე მოხდეს რომ არც ერთი ემიგრანტი აღარ იყოს სხვა ქვეყანაში და ყველა ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს დაუბრუნდეს. იგილ ჰილსთან დაკავშირებით მეწარმეთა შესახებ და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონებში ცვლილებები შედის. პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონ პროექტს, რომლის მიღების შემდეგ ჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმის, რომ სახელმწიფო ასევე აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. საკანონმდებლო პაკეტი ქართული ოცნების დეპუტატებმა წარადგინეს. აქციონერთა შეთანხმების თანახმად სახელმწიფოსა და იგილ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგ ლიმიტედის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი იგილ ჰილს საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან. ამასთან აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა
განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით. ერთობლივი საწარმოს მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით აუცილებელია მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნენ საჯარო მოსამსახურეები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. ოპოზიციაში მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ხელისუფლება ამაზე დაწვრილებით არ საუბრობს.